და ვიცი რეაქცია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტიპის მედიის მხრიდან და საზოგადოების მხრიდან. თვითონ ფორმა ხატისკაცი, როდესაც განიხილა უმრავლესობამ, ოდნავ დაირღვა, რამდენადაც პრიორიტეტი ჩვენ ქონდა სამოქალაქო საზოგადოებაზე მიცემული და ეს იყო ჩემი დიდი სურვილი, რომ მაქსიმალურად მათთვის მიგვეცა გამოვლენის საშუალება. რაღაც ეტაპზე ეს პრიორიტეტი დაირღვა, ფორმა და ეხლა ვცდილობთ ეს აღვადგინოთ. და შესაბამისად სხვა კანდიდატებიც განიხილება 3 დეკემბრიდან, 3-დან 8-მდე, როდესაც სესიები დაიწყება. მე ვიცი, რომ უჩან ანუაშვილი ერთ-ერთ კანდიდატად კიდევ განიხილება და მასზე მოსმენა იქნება. კიდევ არის იქ სხვა კანდიდატებზე საუბარი და მათაც თუ სურვილი გაუჩნდებათ, მათაც შეხვდება უმრავლესობა მათ რიცხვში და მოусმენენ. და ამის შემდგომ გაკეთდება არჩევანი. იქნება ეს ხატისკაცი თუ ვინმე სხვა. რაც შეეხება მისი მეუღლის დანიშვნას გამგებლად, მე ცუდად ვერ ყვი ამ პროცესებში, პირადად ჩემი განმოსახედიდან არ უნდა იყოს ეს წინააღმდეგობაში, არ უნდა მოდიოდეს. თუ მეუღლე დაარღვევს ადამიანის უფლებებს, ინა ხატისკაცს ხო, არის კითხვა არსებობს, ესე ნუ ახლა ესეთი ლოგიკით რომ წავიდეთ, ომბუდსმენის ოჯახის წევრი ვერცად ვერ უნდა დასაქმდეს პრინციპში, საჯარო სამსახურში. აკრძალული უნდა იყოს. ესეთი აკრძალვა მე მგონი არ არსებობს. ზუსტად არ ვიცი და მე გამიჭირდება, მაგრამ ჩემი განმოსახედიდან არ უნდა იყოს ეს პრობლემა. ომბუდსმენი და საზოგადოება უნდა იყოს ისეთი განვითარებული, რომ ასეთ შემთხვევაშიც უნდა ჯანსაღი რეაგირება მოახერხოს და მოახდინოს.